მე ვარ საბაჯაში 13 წლის. სწავლობ ევრო 2000-ში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ფეხბურთი და ჭადრაკი. სამი თვეა რაც ვთამაშობ ვესტ ჯორჯიაში. ჩემი წვრთნელია ეინარ თებიძე. ის არის ძალიან მეგობრული და საინტერესო მასწავლებელი, გვიხსნის ყველაფერს კონკრეტულად და დეტალებში. რაც მთავარია უყვარს ფეხბურთი და ბავშვები. მე ვთამაშობ ცენტრალური მცველის პოზიციაზე. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობა კარის დაცვა. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება ზუსტი პასი. გამოსასწორებელი მაქვს საჯარიმოში მოწინააღმდეგესთან დახვედრა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია სერხიო რამოსი, ხოლო საყვარელი გუნდია მანჩესტერ იუნაიტედი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 4 ნომრით. 8 წლის ვიყავი, როცა გადავწყვიტე რომ გამხდარიყავი ფეხბურთელი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ექიმი. ვესტ ჯორჯიაში უკვე მქონდა 2 შეჯიბრება. უფრო მომეწონა გონიოსთან მატჩი, რომელიც წავაგეთ 4-3. მაგ თამაში გავიტანე გოლი და ვიყავი ერთ-ერთი საუკეთესო. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 7 გოლი. 1 გოლი გამომივიდა განსაკუთრებით ლამაზი. საჯარიმოსთან ახლოს როცა ვიდექი, მომივიდა ბურთი, ისე ძლიერად დავარტყი, როდესაც მეკარე გადახდა, მოგერიება ვერ შეძლო. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთი წარმომიდგენია. ჯერ თამაშს დავიწყებდი დინამო ბათუმში, შემდეგ გავაგრძელებდი მანჩესტერ იუნაიტედში, ხოლო კარიერას დავამთავრებდი რეალ მადრიდში. თუ ყველაფერი კარგად დაიწყო, მე გავხდები მანჩესტერის ლეგენდა. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ ალბათ გავხდები მწვრთნელი. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ყავს საუკეთესო მასწავლებლები და კლასები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ანდრია ხინიკაძე. ყველაზე ჭკვიანია ალექსანდრე მალაყმაძე. ყველაზე მშვიდია თეკლა ბეჟანიძე. ყველაზე ცელქია დავით გუჯაბიძე. მე ვარ ყველაზე მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია მარიამ სურმარიძე, რადგან საინტერესოდ ხსნის გაკვეთილს და გვაძლევს მეგობრულ დარიგებებს. ახლა მინდა ვიყოთ 18 წლის, იმიტომ რომ გამომიძახებენ საქართველოს ნაკრებში. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ჩემი ძმა და ჩემი და. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი და არის 12 წლის და ქვია ელენი. ის არის ბრანჯია და ნერვების მომშლელი. ნერვებს მიშლის, როცა ლაპარაკობს ხმამაღლა. ჩემი აზრით ელენი რომ გაიზრდება გამოვა მოცეკვაა. ძმა არის 4 წლის და ქვია ილია. ილია არის სელქი და მხიარული ბიჭი. ის ალბათ გამოვა მომღერალი. მამიკო არის ჩემსავით სიმპათიური, შროველი და ჭკვიანი. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, თბილი და საყვარელი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხორციანი მაკარონი. ისე ჩემი საყვარელი საჭმელია ქაბაბი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ხინკალს. ცოლს რომ მოვიყავ, მიქნები 22 წლის. შვილებს დავავრქმევ ნიკოლოს და მარიამს. ძალოსნური ჯოხი რომ მქონდეს, წარსულში ვიმოგზაურებთ. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავედოდი პორტუგალიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. რა არის ჩემი ჰობი? ჩემი ჰობია ჭადრაკის თამაში. ჭადრაკის თამაში 9 წლის ასაკში მასწავლებელია. ყველაზე საინტერესო მოწინააღმდეგეა ბაბუა ჩემი. ჩემი საყვარელი ფიგურა ეტლი. ჩემთვის კომფორტულია შავებით თამაში, რადგან უფრო მეტი მოფიქრების დრო მაქვს. შემდეგ მონაწილებს ვუტოვებ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია საგზური მანჩესტერის თამაშზე. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში და ჩემი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.